დიდი მადლობა თქვენ. თავდაცვის სამინისტროს განვითარებული მოვლენები, გუშინ პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება, რომ თავდაცვის სამინისტრის პოლიტიზირება დაუშვებელია. ამასთან ერთად ჩვენ ხედავთ მის განცხადებებს იგივე თავდაცვის ყოფილობასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, მსგავსი განცხადებები, როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში ქვეყანას ეკიდა თავდაცვის მინისტრი, რამდენად აზიანებს ქვეყნის საგარეო იმის და რამდენად ახდენს ზოგადად გავლენას ნატოსთან და ამერიკასთან? პირველ რიგში აბსოლუტურად დავეთანხმები, რომ პოლიტიზირება დაუშვებელია, არა მარტო თავდაცვის სამინისტროს, არამედ ნებისმიერი სამართალდამცავი თუ ძალოვანი სტრუქტურის ზოგადად მთლიანად უსაფრთხოების სფეროსი. იმდენად რამდენადაც ესეთი ტიპით პოლიტიზირება ჩვენ დაგვაყენებს იმ ქვეყნების რიგში, რომლებიც არიან არადემოკრატიები ან ავტორიტარული რეჟიმები. სიამოვნებით გავიზიარებდი მის ამ ასე ვთქვათ შეფასებას, რომ ფაქტები სხვა რამეს არ მეტყველებდნენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რიტორიკა აცდენილი არის რეალურ საქმეებს და ყველა ის ფაქტები, რაც ამ საქმის ირგვლივ ბოლო პერიოდში ვრცელდება, განხილვები, მსჯელობები, როგორც პოლიტიკოსების, ასევე ექსპერტების მხრიდან ადასტურებს იმას, რომ საქმე გვაქვს ზოგადად უსაფრთხოების სექტორის და სამართალდამცავი სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებასთან. ეს ძალიან საგანგაშოა, ეს აზიანებს ზოგადად ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, იმდენად რამდენადაც ინსტიტუციური მართვა ქვეყნის შეუძლებელი ხდება და ინსტიტუტს გარეთა სხვა მექანიზმებით ხდება გადაწყვეტილების მიღება. ეს აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს, საერთაშორისო იმიჯს, ეს აზიანებს ჩვენი ქვეყნის უმთავრეს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტს, რაც არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, იმდენად რამდენადაც აჩენს დამატებით შეკითხვებს და კიდევ ერთ არგუმენტს, დამატებით არგუმენტს აძლევს იმ სკეპტიკოსებს ევროპაში თუ ზოგადად ევროატლანტიკურ სივრცეში, ვინც თვლის, რომ საქართველოს ადგილი ჯერ ამ სივრცეში არ არის. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ეს ერთობლიობაში ბუნებრივია ძალზე დიდ ზიანს აყენებს ჩვენ ქვეყანას. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს თავდაცვის ახალი მინისტრი თავის გართულებას ამ გამოწვევების და რა სიძნელეები შეიძლება მას დართოს ახლა ამ ეტაპზე პირველ რიგში და რა უნდა გააკეთოს, რა რეკომენდაციებს მისცემთ პირადად თქვენ მას? ერთი რამ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით პირველ რიგში ერთი რამ უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 10 წლეულისგან ამ სფეროში გატარებული, ზოგადად ქვეყანაში გატარებული რეფორმების მხრივ თავდაცვის სამინისტრო გამოირჩევა როგორც ლიდერი. და ამისი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ეფექტური მექანიზმები ნატოსთან თანამშრომლობის, სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მექანიზმები იყო, მაგრამ ეს მექანიზმები იყო კონკრეტული, დროში გაწერილი და გაზომვადი. შესაბამისად, ის რეფორმები, რაც ამ სფეროში იყო გატარებული, საჭიროებს გაგრძელებას, რათა არ მოხდეს მისი იმ მიღწევების დაკარგვა და უზრუნველყოფილი იყოს შეუქცევადობა. ამისთვის მნიშვნელოვანი არის სწორედ ის, რაც დასაწყისში ვახსენეთ, ამ სისტემის სრული დეპოლიტიზირება და გადაწყვეტილების მიღების ინსტიტუციონალიზება. შესაბამისად, ჩემი რჩევა ახალი მინისტრისთვის იქნება, რომ სრულად მიყვეს იმ ნაბიჯებს, რაც გაწერილი არის ჩვენ ნატოსთან თანამშრომლობის გეგმაში. ეს სფერო მოიცავს როგორც კონცეპტუალურ საკითხებს თავდაცვის და უსაფრთხოების დაგეგმარების პოლიტიკის მხრივ, ასევე კონკრეტულ ტაქტიკურ ელემენტებს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას და იმ ზომებს თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს, რათა პირველ რიგში უზრუნველყოს საკუთარი თავდაცვის უნარიანობა, მეორე რიგში იყოს ძლიერი პარტნიორი და შეიტანოს თავისი წვლილი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, რაც ჯამში ერთობლიობაში გამოიწვევს იმას, რომ ჩვენ მივახცევთ ჩვენ მიზანს გავხდებით ნატოს წევრი. ეს იქნება ჩემი რჩევა ახალი თავდაცვის მინისტრისათვის. საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, ექს-მინისტრმა თავის ბოლო ინტერვიუში მას უკვე კითხულობდა თავდაცვის მინისტრთან, ელაპარაკა თუ არა ის ნატოს წევრ სახელმწიფოებს, ასევე ამერიკის წარმომადგენლებს და სხვებს და აუცილებლად რეალური მიზეზი. პირველ რიგში ყოფილი თუ ახლანდელი მინისტრები
უახლოეს პერიოდამდე იყვნენ ერთი გუნდის წევრები. თუ შეკითხვები ჰქონდათ, ალბათ უმჯობესი იყო მაშინ დაესვათ ეს შეკითხვები და უფრო მეტად და პროაქტიულად ყოფილიყვნენ ჩართული იგივე სამოქალაქო საზოგადოებასთან, იმასთან დაკავშირებით თუ რა არის საჭირო, რომ ის შეკითხვები, რაც ჩვენ პარტნიორებს უცხოეთში ჰქონდათ, მოხსნილიყო იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება ზოგადად უსაფრთხოების სფეროს და სამართლებრივი სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენება და ამის ნიშნები შეინიშნებოდა. უკვე კონკრეტულად ამაზე იყო საუბარი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებში და ყოფილ საგარეო მინისტრს შეეძლო მაშინ უკვე დაესვა ეს შეკითხვები იმის მაგივრად, რომ რაღაც სირაქლემას პოზაში დაგვეჭირა თავი და უკვე ღიარებინა, რომ ისინი თითქოს უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებდნენ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის მთლიანად იმ პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობა, ვინც დღეს მართავს ჩვენ ქვეყანას. და რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, უფრო ფართო კონტექსტში თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკა განისაზღვრება იმ საფრთხეებიდან და გამოწვევებიდან, რაც ქვეყნის წინაშე დგას. ეს საფრთხეები გაწერილი არის როგორც საფრთხეების შეფასების დოკუმენტში, ასევე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში. ამ მხრივ რუსეთი წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხეს და გამოწვევას ჩვენი ქვეყნისთვის. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით და იმ საგარეო პოლიტიკით, რომელსაც ამჟამინდელი მმართველი კოალიცია ახორციელებს, არათუ გაუმჯობეს და არამედ გაუარეს და ამ მხრივ სიტუაცია, ზოგი ობიექტური, ზოგი სუბიექტური მიზეზებით, ეს უკრაინის მოვლენები იქნება თუ უშუალოდ ჩვენთან დაკავშირებით უკვე ანექსიის დე-იურე მცდელობა რუსეთის მხრიდან, ყველაფერი აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ერთადერთი უალტერნატივო გზა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მას შემდეგაც ეს პროცესი გახდება შეუქცევადი და საქართველოს ნატოში გაწევრიანება გახდება გარდაუვალი, მხოლოდ მაშინ შევძლებთ ჩვენ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზებას და არა პირიქით, რომ გარკვეული რაღაცა დათბობით ან ენის მოჩლექით რუსეთთან საუბრით და არ გაღიზიანები ჩვენ მივახციოთ ჩვენ მიზანს. ესეთი რამე არ მომხდარა და ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს აღმოსავლეთ ევროპაში. აქედან გამომდინარე ჩვენ ჯობია ვიხელმძღვანელოთ იმ წარმატებული მაგალითებით, რომელიც გვაქვს. საბოლოო ჯამში ჩვენ ჟურნალისტებმა ერთად მაინც ვერ გავიგეთ, პროკურატურას უნდა მოეხსნა მისთვის ეს გრიფი თუ თავდაცვის სამინისტრო. მთლიანობაში რამდენად იზარალა სახელმწიფომ და ზოგადად უსაფრთხოებამ ეს ყველაფერი. თქვენ ჟურნალისტები არ ახართ გამონაკლისი, ამ საქმის ასავალ-დასავალი ვერ გაიგო ვერ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, ვერ ჩვენმა თანამოქალაქეებმა. ამისათვის და სწორედ ამიტომაც ჩდება ის კითხვები და ეჭვები, რომ საქმე გვაქვს უფრო რაღაც გარკვეულწილად პოლიტიზირებასთან. ზოგადად კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს სახელმწიფოსი, განსაკუთრებით ისეთ სფეროში, სადაც საქმე გვაქვს როგორც დახურულ შესყიდვებთან, ასევე სენსიტიურ მომენტებთან თავდაცვის უნარიანობის უზრუნველყოფის, მაგრამ იმ ფორმით, რა ფორმითაც აღნიშნულმა მმართველმა კოალიციამ ამ საკითხზე რეაგირება აირჩია, ბუნებრივია, უფრო მეტ ეჭვს ვადებს და უფრო მეტ შეკითხვებს ვიდრე პასუხებს. ესეთ შეკითხვები გვაქვს ჩვენც, იმისათვის რომ ეს შეკითხვები მოიხსნას და უკვე მიყენებული ზიანის მინიმიზაცია მოხდეს, მნიშვნელოვანი არის, რომ სასწრაფოდ შეიქმნას საგამოძიებო კომისია პარლამენტში. ასევე ამ კომისიის მონაწილეობაში მიიღოს აქტიურად მონაწილეობა სამოქალაქო სექტორმა და იმ ექსპერტებმა, ვისაც ამის შესაბამისი გამოცდილება აქვს, რათა გამოძიებული იქნას პირველ რიგში როგორც სამართლებრივი, პროცესუალური, ასევე შინაარსობრივი მხარე ამ საქმის. როგორ იყო გადაწყვეტილება მიღებული ზოგადად ამ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით? ვინ გასცა კონკრეტული ბრძანებები? რა საფეხურები გაიარა ამ პროცესმა და შესაბამისად ასევე სამართლებრივი კუთხითაც ბუნებრივია შეკითხვები უნდა იყოს ამოწურული, გვაქვს თუ არა საქმე კორუფციულ გარიგებასთან. მას შემდეგ რაც ესეთი პროცესი ჩატარდება დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს კომისიის, დროებითი კომისიის მიერ, მხოლოდ მაშინ შეგვეძლება ჩვენ უკვე დეტალურად ვისაუბროთ თუ რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ სანამ ეს საკითხი ან სხვა საკითხები დარჩება ესე თქვათ ჰაერში გამოკიდებული, ეს თემა მუდმივად გააგრძელებს ზიანის მიყენებას ჩვენი ქვეყნის ამოცანებისთვის, როგორც საგარეო პოლიტიკის კუთხით, ასევე ქვეყნის შიგნით არაჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შექმნის. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ხმაურის საგანი გახდა, ეს არის კვების თემა ომში და ჩვენ ნახეთ ექს-პრემიერის განცხადებებით, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ნაციონალური მოძრაობის დღეინდელი კონფერენციის
გაიარეს. ეს არ უნდა ქონოდა, მოკლედ არ უნდა ყოფილიყო თავდაცვის სამინისტროში და არ უნდა ეკვება ჯარი. რეალურად ეს არის ის საკითხები, რომელიც რეალურ პრობლემას წარმოადგენს დღეს უშუალოდ აი კვების ნაწილზე ვფიქრობთ თუ არა, რომ ალასანიას მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინა აი ამ საკითხთან მიმართებით, როცა ფაქტობრივად ყოველდღიურად ექს-პრემიერი ივანიშვილი ისევე როგორც ჩვენ ყველანი ვართ ამ ეტაპზე ჩვეულებრივი მოქალაქეები ამ ქვეყნის. მასაც აქვს უფლება ეჭვი და გამოთქვას რაღაცა თემებთან დაკავშირებით, მაგრამ მისი ეჭვები არ უნდა იყოს საფუძველი ან გამოძიების დაწყების, ან არ უნდა ქონდეს გავლენა კონკრეტული საკითხების ან კონკრეტული ასე ვთქვათ ინსტიტუციური მექანიზმების გვერდითავლით გადაწყვეტილების მიღებასთან. რაც შეეხება ზოგადად დეპოლიტიზაციის საკითხს მინდა დაუბრუნდე, როდესაც საუბრობთ სამართალდამცავი და უსაფრთხოების სექტორის დეპოლიტიზაციაზე, ზოგადად წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არის ის, რომ გარკვეული სფეროები არის აბსოლუტურად დეპოლიტიზებული და გარდა უსაფრთხოების სფეროს ასეთივე დეპოლიტიზირებული სფერო უნდა იყოს ბიზნესი და მეწარმეობა. თუკი ამ სფეროშიც მოხდება აი ესეთი პოლიტიკური ბერკეტებით რაღაც გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საკამაოდ დავშორდებით იმ მოდელს დემოკრატიული ლიბერალური დემოკრატიისა, რომლისკენაც ასე ვისწრაფვით და ეს ბუნებრივი აზიანებს როგორც ჩვენი ქვეყნის დიდხე ინტერესებს, სამომავლო ინტერესებს, ასევე საფრთხეს უქმნის, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგანაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რის გამოც ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვიჭერენ მხარს და ჩვენი უსაფრთხოების გარანტიები დამატებით ბერკეტებს გვაძლევენ, არის ის, რომ საქართველო არის დემოკრატია, საქართველო იზიარებს იმ დემოკრატიულ ფასეულობებს, რასაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ენიჭება მთავარი პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე, თუკი ჩვენ ამ გზიდან გადაუხვევ და მოხდება ბიზნესის, სამართლებრივი სფეროს, ნებისმიერი სხვა სფეროს პოლიტიზაცია, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიერ მისი უზურპირება, მაშინ ბუნებრივია ძალზე დავშორდებით ჩვენს ამოცანას. საქართველოში ახლა არსებული ვითარება რამდენად აქვს პერსპექტივები, რუსეთს რომ გამოიყენოს ეს ყველაფერი საქართველოს თუნდაც აფხაზეთთან მიმართებით მიმდინარე მოვლენები ძალზე მნიშვნელოვანი არის, ძალზე ბევრ საშიშროებას შეიცავს, მაგრამ ეს საკითხი ისევე როგორც სამინისტროსთან დაკავშირებული სკანდალი, აი ასეთი პრობლემა არის პრობლემისა, რაც დღევანდელ მმართველ კოალიციას აქვს. და სისტემური პრობლემა არის ის, რომ არის აბსოლუტურად არაკოორდინირებული, არაინსტიტუციური მართვა სახელმწიფოსი. შესაბამისად, ასეთი პრობლემები შეიძლება ბევრი სხვა მიმართულებით წარმოიშვას მომავალშიც და იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი მტერი მოწინააღმდეგე დაინტერესებული არის ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის, მათ ძალიან ბევრი ასეთი ბერკეტები ექნებათ. დღეს შეიძლება იყოს აფხაზეთი, ხვალს ნებისმიერი სხვა ადგილი და ასე შემდეგ. ეს აუარესებს ეკონომიკურ გარემოსაც, ეს აუარესებს საინვესტიციო გარემოს, აუარესებს სამომავლო საქართველოს ეკონომიკას და ჯამში კიდევ ისე აზიანებს მთლიანად ჩვენ სახელმწიფოებრიობას ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე ჩვენი ისტორიისა. აფხაზეთთან მიმართებაში ბუნებრივია ესეც არაკოორდინირებული საგარეო პოლიტიკის შედეგი არის, არაკოორდინირებული იმდენად რამდენადაც არ არსებობს კონკრეტული სტრატეგიული ხედვა თუ როგორ ვახორციელებთ ჩვენ საგარეო პოლიტიკას, რა ბერკეტებს ვიყენებთ იმისათვის, რომ რუსეთზე მოხდეს ზეწოლა, არ განახორციელოს დე იურე ანექსია ჩვენი ტერიტორიის. დღემდე გარკვეული ასე ვთქვათ ალაგ-ალაგ გაკეთებული მკვეთრი განცხადებების რაღაც აგრესიულ საგარეო პოლიტიკასთან და ასე შემდეგ სხვა კონკრეტული გეგმა თუ სამოქმედო პროგრამა მე ვერ ვხედავ და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს საფრთხე მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და რეალურად სამომავლოდ გაართულებს ძალიან ბევრ საკითხს, რაც დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების თუ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში, რაზეც ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ. რეაგირება არის შესუსტებული, მაგრამ ჩვენი სანაქვეყნის ჩვენნაირი გამოწვევების მქონე ქვეყნისთვის რეაგირების მდგომარეობაში ყოფნა ყოველთვის წამგებიანი არის. პირიქით, ჩვენ უნდა ვცდილობდეთ, რომ პროაქტიულად მუშაობდეთ და
ჩვენ ვაწესებდეთ დღის წესრიგს, ჩვენ მიგვყავდეს თემები, საქართველოს იყოს ლიდერი იმისთვის, რომ მოხდეს მობილიზება საერთაშორისო აზრის და არა ისე, რომ მოხდება რაიმე კრიზისი და მერე გადავერთვებით მასზე რეაგირების. ამისთვის არსებობს სპეციალური ფორმატები, ინსტიტუციური ფორმატები, იმისათვის, რათა დაიგეგმოს სხვადასხვა სცენარები, გაითვალოს მისი ალბათობები, გაითვალოს რესურსები და შემდეგ მოხდეს ამაზე რეაგირება. სანამ ჩვენ ვიქნებით რეაგირების, ასე ვთქვათ, პროცესში გამოწვევების და საფრთხეების მიმართ მუდმივად ჩვენ ვიქნებით წაგებული და დაზიანდება ჩვენი ინტერესები. ამას ვერ მივაწერ ნამდვილად, თუმცა